კომეტა დედამიწისკენ ბრუნდება და ის ამ წლის 19 დეკემბერს ჩვენთან ყველაზე ახლოს იქნება, თუმცა რამდენიმე ათეული მილიონი კილომეტრით შორს. ამიტომ თუ მეცნიერებს დავუჯერებთ, საშიშროება 0 ტონია. საინტერესოა, რა გზას გადის ახლა ის. ბევრისათვის ის სხვა ვარსკვლავური სისტემიდან მოსული კომეტა კი არა, არამედ უცხოპლანეტური ხომანდია, ან დამკვირვებელი ზონდი. მე კი რაციონალური აზრიდან არ გამდივარ და უცხო არსებების შესაძლო არსებობის მიმართ, ჩემი დიდი სურვილის მიუხედავად, ამ კონკრეტულ საკითხზე მეცნიერების მხარეს ვრჩები. რა თქმა უნდა, NASA-ც და სხვა ბევრიც ძალიან ბევრ რამე შეიძლება მალავდეს, მაგრამ ვეჭვობ, რომ ამ კომეტის მიმართ არა. ვისაც რის სურს იმის სჯეროდეს, უბრალოდ ფაქტების სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ჯიუტია. აქ არის 3i ატლასის ფოტო, რომელიც გადაღებულია მზესთან მისი უახლოესი შეხვედრიდან სულ რამდენიმე დღეში, 8 ნოემბერს. ხედავთ გაზის ამ რთულ სტრუქტურას, რომელიც ობიექტის ბირთვიდან კოსმოსში იტყორცნება. ის, რასაც აქ ხედავთ შუაში, არის კაშკაშა მანათობელი ჰალო, 3i ატლასის გარშემო, რომელიც ვრცელდება დაახლოებით 9 მილიონ კილომეტრზე, ყველა მიმართულებით. მაგრამ შემდეგ ჰალოდან კოსმოსში ბევრად უფრო შორს გადის გაზის მინიმუმ 7 მკაფიო ჭავლი. ეს ჭავლები ძირითადად მზიდან მოშორებით არის მიმართული. მაგრამ ჩვენ მაინც გვაქვს რამდენიმე პატარა ნაწილი, რომლებიც პირდაპირ მზისკენ გაიტყორცნება. ეს უჩვეულოა, რადგან ვიცით, რომ კომეტების უმეტესობა კუდს ქმნის. ვინაიდან გაზი უფრო მსუბუქია, ვიდრე მტვერი, ის ოდნავ მაღლა მიდის, მაგრამ ორივე ყოველთვის მოძრაობს ერთი და იგივე მიმართულებით. რაც არის მზიდან მოშორებით, ეს აზრიანია, მაგრამ 3i ატლასისთვის, როდესაც ის თითქმის არ აჩვენებდა არანაირ კუდს. შემდეგ კი გამოჩნდა ეს 7 ჭავლი, რომელიც მზისკენ და მზიდან მოშორებით იტყორცნება. უბრალოდ მართლაც უჩვეულოა. ამიტომაცაა ეს კომეტა განსაკუთრებული, მარაოსებრი ბუნდოვანი ზოლის ნაცვლად. 3i ატლასის კუდი უფრო გავს კვამს, რომელიც ცეცხლიდან ამოდის. მაგრამ ახლა, როდესაც 3i ატლასი მოძრაობს მზის სისტემის შიდა ნაწილში, ჯერ კიდევ საკმაოდ ახლოს არის მზესთან უახლოეს მანძილთან და მაინც ვერ ახერხებს ამ შედარებით გიგანტური მზისკენ მიმართული კუდის გამოძევებას. ეს არ არის ისეთი რამ, რასაც ნორმალური კომეტა გააკეთებდა და ის ფაქტი, რომ 3i ატლასმა მოახერხა ამდენი გაზისა და მტვრის დაკარგვა ამ მრავალ მილიონ კილომეტრიანი ნამსხვრევების შლეიფებში, მაგრამ მაინც მოახერხა უვნებლად დარჩენა და წნების ქვეშ არ დაშლა. ეს გვეუბნება, რომ ეს არის უკიდურესად მასიური ობიექტი. ბევრი დებატე იყო 3i ატლასის რეალური ზომის შესახებ, რაც ნიშნავს თავად ობიექტს გაზისა და მტვრის დიდი ღრუბლის შიგნით. კონსერვატიული შეფასებით ის ითვლება, რომ მაქსიმუმ 5 კილომეტრის სიგანისაა. შესაძლოა ნაკლები, მაგრამ სხვა შეფასებები მას უფრო 10 კილომეტრის ფარგლებში ათავსებს. დავალოდოთ 19 დეკემბერს, რა მონაცემები შეგროვდება საბოლოოდ. გამოიწერე კოდის YouTube არხი. ნახე უამრავი საინტერესო ვიდეო სხვადასხვა თემაზე.